კარსტული ფორმები არის უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტები, რომლებიც ყალიბდება იმ შემთხვევაში, როდესაც წყალი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხვდება ისეთ ქანებს, რომლებიც ადვილად იხსნება. ყველაზე გავრცელებული ასეთი ქანი არის კირქვა, მაგრამ კარსტს ხვდებით დოლომიტში, მარმარში, თაბაშირში და ზოგჯერ ნახშირჟანგით გამდიდრებულ წყალში მართლაც ძალიან სწრაფად ქრება ქანების ზედაპირი. კარსტი იწყება ერთი ძალიან მარტივი პროცესით. წვიმის წყალში გახსნილი ნახშირორჟანგი ქმნის სუსტ, მაგრამ ეფექტურ მჟავას, რომელსაც ჰქვია ნახშირმჟავა. ეს წყალი ნელ-ნელა აღწევს ქანების ნაპრალებში. წლები გადის, შემდეგ საუკუნეები, შემდეგ ათასწლეულები და ნაპრალები ნელ-ნელა ფართოვდება. სწორედ ასე იწყება მთელი მიწისქვეშა სისტემა. თითოეულ კარსტულ რეგიონში პროცესს სამი მთავარი ფაქტორი მართავს: წყლის რაოდენობა, ქანის მინერალური შემადგენლობა და ნაპრალების ზომა. თუ ქანი კარგად არის ნაქსოვი და აქვს ბევრი ბზარი, წყალი უფრო ღრმად აღწევს. ამიტომ კირქვა და დოლომიტი განსაკუთრებულად სწრაფად იცვლება. კარსტული რელიეფის ყველაზე ცნობილი ნიშანია მღვიმეები. მღვიმეები იქმნება მაშინ, როდესაც გაწონასწორებული, მაგრამ მუდმივი გახსნის პროცესი ქმნის დიდ მიწისქვეშა კამერებს, დერეფნებს და გვირაბებს. ასეთ მღვიმეებში გვხვდება სტალაქტიტები, რომლებიც ჩამოკიდებულია ჭერზე, და სტალაგმიტები, რომლებიც ზემოთ ადის ძირიდან. ორივე ფორმა იქმნება მაშინ, როდესაც წყალი ოდნავ კალციუმს ტოვებს ჩამოსვლისას. პროცესი იმდენად ნელია, რომ 1 სანტიმეტრის წარმოქმნას ზოგჯერ ასწლეულები სჭირდება. კარსტული რელიეფის მეორე მნიშვნელოვანი ფორმაა ჩაიშლილი ძაბრები, ანუ ხეობები. ეს არის ჩაღრმავებები მიწის ზედაპირზე, რომლებიც იქმნება მაშინ, როდესაც მიწისქვეშა კამერა ინგრევა. დოლინები ხშირად გვხვდება ჯგუფებად და ქმნის ნადაგურად რთულ რელიეფს. მესამე ტიპის ფორმებია პოლიები. ეს არის დიდი ბრტყელი ველები, რომლებიც უხვი ნალექის გამო ზამთარში ბრუნდებიან დროებით ტბებად. პოლეები უნიკალური ეკოსისტემების სახეობებია და სამხრეთ ევროპის მრავალი ქვეყანა მათ სერიოზულად იცავს. კარსტის ერთ-ერთი ყველაზე მისტიური ნაწილი არის მიწისქვეშა მდინარეები. ეს მდინარეები ხანდახან სულაც არ ჩანს. გამოიწერე გეოკორი და გააზიარე, რათა მეტმა ნახოს ჩვენი არხი.